დავიწყო? მოგიყვეთ ლამაზი ვარ? კი, მაშინ დავიწყოთ. უნდა გითხრათ, რომ გიждები ქორწილებზე. განსაკუთრებით გიждები საფის ქორწილებზე. აი, როდესაც ესეთი გრძელი სკამებია, მე ამ სკამებზე არის ქაღალდი გადაკრული, ეს ქაღალდი არის ძაფით დამაგრებული. აი, ესეთი ნათალი ჭიქები როდესაც ხო იცით ღვინის, პამიდორი რომ დაუჭრელია და კიტრი და მწვანილი რომ გვერდზე აქვს მიდებული, აი ასე. უბრალოდ გარეცხელი საკმარისია იმისთვის, რომ გემრიელად გამოიყურებოდეს. კიდე თავი ქალები რო არიან, ხო იცით და თავი კაცები ისე რომ დადიან სუფრის თავში დაკუთკუთებენ. და სულ ყოველ წელს ჩემს პროდიუსერებს, რა ვიცი. რთულ რამეს ვეხვეწები ხოლმე, ვეხვეწები, რომ გეხვეწებით, დაგეგმეთ და წავიდეთ სეფის ქორწილში. ხო და ერთ დღესაც ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და გამომიგზავნა ქორწილი გურიაში. მე ეგეთი დრო ბოლოს ადვატარი არ მახსოვს. მე სტუმარი ვარ, ქორწილში მივდივარ. მომძანდი. დიზაინერს ვეძებ. საყურე ახლა აქ რომ გაიგეთო თეთრი. გამარჯობათ, გეუბნებათ. დავიჯერ რა სასწაულები ხდება. აქ მინდა გითხრათ, რომ თუ იხდით სეფაში ქორწილს, რომელ რაიონშიც არ უნდა იყოთ, რომელ მთაშიც, რომელ ტყეშიც და რომელ ღრეშიც არ მოგერიდოთ. დამპატიჟეთ, ინსტაგრამზე მომწერეთ, ფეისბუქზე მომწერეთ, რა თქმა უნდა, თუ გინდათ ახლა თქვენს ქორწილში ჩამოვიდე და მე ჩამოვალ თქვენს სეფის ქორწილში და ისეთ დროს გავატარებ, ისე მოვილხენ. ეს ცალკე ამოჭერი ნინი და ფეისბუქზე ცალკე დადე, რომ ხალხმა კარგად ნახოს, რომ ქორწილებში დამპატიჟონ. სეფის ქორწილებში. მოკლედ, როგორ მოვხდი ქრისტინესთან. ჩვენ მქონდა ესეთი ინიციატივა, კოტე სულომაინძის სურვილი იყო, სხვათა შორის და კოტე სულომაინძემ შემომთავაზა, რომ ის მზად იყო გაეკეთებინა ოპერაცია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ექნებოდა ძალიან საინტერესო დასაბუთება იმისა, თუ რატო იყო მისი ოცნება ცხვირის პლასტიკური ქირურგია. ბევრს ფიქრობდით სელექციაზე და ფილტრებზე, როგორ უნდა აგვირჩია ადამიანი, ვისაც გავუკეთებთ ოპერაციას და ერთი პერიოდი ფიქრობდით კიდევაც, რომ აი ბანკეტისთვის ალბათ რამდენი ოცნებობს ხო ცხვირის ოპერაციაზე. კიდე რაღაცა მილიონი იდეა გქონდა და მე გადავწყვეტეთ, რომ ამოგვერჩია ადამიანი ჩვენი ინბოქსიდან. ანუ ადამიანები, რომლებიც გვწერდნენ საკუთარ საინტერესო ისტორიებს. ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი გვაქვს, ამიტომ სხვათა შორის შემდეგი რო თქვენ იყოთ, რომელსაც თქვენი ცხოვრება შეცვალო, მომწერეთ თქვენი საინტერესო ისტორია და ქრისტინეს ჰქონდა დიდი ხნის წინ მოწერილი თავისი ისტორია ცხვირის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ქრისტინეს შემთხვევაში საინტერესო იყო მისი ცხოვრება. ძალიან პატარაობიდან გაიზარდა მარტო, იმიტომ რომ დედა წავიდა ემიგრაციაში. დედამ ძალიან ბევრი იწვალა ემიგრაციაში. ერთხელ კი მეგონა რომ დედა დაკარგა, მაშინ როდესაც უმძიმეს ავარიაში მოყვა მისი დედა და შემდეგ როდესაც ეგონათ რომ დაალაგდნენ და თითქოს ყველაფერი დაწყმარდა და ბედნიერი ცხოვრება უნდა დაეწყო, დედას დაუსვას უმძიმესი სიმსივნის დიაგნოზი მეოთხე სტადიის. და მოკლედ ქრისტინემ და თავისმა ძმამ თავის ხელში აიღეს ყველაფერი და შექმნეს ძალიან კარგი მოდელი იმისა, რომ ჯერ ერთი არასოდეს დანებების, ის რომ თუ არ დანებდებით ძალიან ბევრი მოულოდნელობებით გაქვთ ცხოვრება ახსავსე. მეორე შექმნა არაჩვეულებრივი მოდელი იმისა, რომ დამოუკიდებლად შეიძლება მიიღო განათლებაც, მარტოც გაიზარდო, სიყვარული დაგაკლდეს და სხვანაირად არ შეიძლება ემიგრაციაში რო დედა ყველა შულ სიყვარული აკლია, მაგრამ ამან მოგცეს მეტი ბიძგი კარგის კეთების. მოკლედ, დღეს ავსრულებთ ქრისტინეს რამდენიმე ოცნებას. ერთი ხომ გავუკეთებთ ცხვირის ოპერაციას. მერე ხომ ქორწილში ჩვენს ხელს ჩავყოფთ, მაგრამ ვინ ჩამოყოფინა ხელი? არც ვრცხნილობა შემარჩევინა, არც კაბა შემარჩევინა, არაფერი შემარჩევინა, ყველაფერი თვითონ შეარჩია. მაგრამ რა ვქნათ? ქორწილი მისია და მე ხوار შეურჩევდი, ესე კი შეურჩევდი, მაგრამ არ შემარჩევი. მაგრამ ყველაფერი წყობა გამარჯვებით და მოდი გავიცნოთ ქრისტე. შემოსაყოლო. ჩვენ ვართ ესე იგი საკაძის დაღმართზე 11 ნომერში კლინიკა კანში. ოღონდ კლინიკა კანში უნდა ავდეთ და და ავდივართ მეშვიდეს არდოს. ანუ კლინიკა კანში კი შემოვდივართ, მაგრამ ავდივართ მეშვიდეზე. ნახოთ სად გავდივართ. მე ხო ხედების ქალი ვარ. მე ხო ვეძებ ამ ქალაქში სივრცეებს, სადაც ხედებია. ბიჭებო მოდით. პირველი რასაც აკეთებთ, იღებთ ფოტოს. შემდეგ ადიხართ. ამ სათვალეს ესე უკლოდ რატო ვიყენებ? და გამოდი, აი მე ქორწილში მოვხვდით? გამარჯობათ. სადღაც მოვხვდით, ხო? არა, ეს არის
ანუ ესეთი სივრცე გაქვს სულ? ესეთი ლამაზი? კი ბატონო. კაი რა, ესა გაფორმებული? კი ბატონო. კარგით რა. გილია ეს. დაბადების დღე აქვს ვიღაცას? რა სილამაზია. და პრინციპში ესეც მითხრეს, რომ დაბადების დღეებისთვის, ქორწილებისთვის არის ხო ეფექტური. ხო, ძალიან ეფექტურია. და მე როგორც ვიცი, ეს იხსნება, ხო? ეს და ეს პანჯრების გვერდზე. კაი რა და მთლიანად სივრცეში ხარღია. რა მაგარია. ნუ ეს არის ულამაზესი, თან თეთრი ფერი, ძალიან ეფექტური ფერია. მე აი აქ დავიჯდები. კოქტეილები გააქვთ? როგორ ხარ? კარგად, მე მიხარია რომ ჩემი გადაცემის გმირი ხარ. მეც ესე. და მიხარია რომ რაღაცნაირად მოახერხებთ იმის გაკეთებას, რაც შენ ძალიან გაგახარებს და გაგაბედნიერებს. თან მე მითხრეს რომ აჭარული ქორწილი სხვანაირია. კი, დიდი ქორწილები იციან ახლა. ჩვენსაც 600 კაცამდე უკვე ვარ. 600 კაციან ქორწილს ვედით? დაიფიცე. 600 კაციას? კი. კიდე ცოტა, ანუ ბევრი შეიძლებოდა და ბევრი. ანუ 600 კაციანზე მეტი შეიძლებოდა? ჩვენთან ეგრე იციან. რამდენ კაციანი? 800 კაციანი, 1000 კაციანი? შესაძლებლობა გააჩნია, თუ გააქვს შესაძლებლობა, მეცაც გადაიხდა. და მოიცა კაცოს 600 კაცი ვინ არის? ქმრის ანთესაო, ჩვენი ანთესაო, საახლობლო, სამეგობრო, ყველა ვინც გაგვახსენდება. ნუ ეჭერო თქვენ ყოფილ ხარ ჭვილა. 600 კაციანი ქორწილი გაგიგიათ ბოლოს რომ ვინმე გადაიხადა? ჩემს ირგვლივ 600 კაციანი ქორწილი გაგიგიათ რა ვინმე გადაიხადა? შენ თავს როგორ ხედავ? აი რო გეკითხებიან ვინ ხარ, აი რასეთ ყურათ. უბრალოდ გოგო ვარ ჩვეულებრივ. ძალიან საყვარელი ხარ. სხვა ვერაფერს ისეთ განსაკუთრებით. ზე რა უნდა ვიცოდეთ ჩვენზე? შრომის თვალსაზრისით, დედის თვალსაზრისით, ოჯახური გარემოებების თვალსაზრისით. ძალიან კაი ოჯახი მყავს, ძალიან გაგებული. არ მქონია არასდროს შეზღუდვები, ჩვენ ხარ ეს იციან ზოგადად გოგოშვილების შეზღუდვა განსაკუთრებით. აი აქ არ წახვიდე, იმას ერთ რა გინდა, რატომ მიდიხარ? არასდროს არ მქონია მსგავსი შემთხვევა. თან შეიძლება იმის გამო, რომ დიდწილად მამაჩემის და დედაჩემის ემიგრაციაში იყვნენ და ანუ არ ქონდათ ეს ანუ ემიგრანტების ოჯახში გასრდილი. კი, და ინაზღაურებდნენ იმ ყველაფერს და ცდილობდნენ, რომ თუ ერთად ვერ ვიყავით, ანუ სხვა საკითხებში ძალიან გაგებულები ყოფილიყვნენ და არ დაეშალათ არაფერი და თავისუფლად ყოფილიყავით ჩვენ და ეს რუნა ჩვენზე როგორც შეეძლოთ ის. ძალიან კარგია, როდესაც მშობელი შვილს თავისუფლებას აძლევს. კი, ძალიან. რას აკეთებ აჭარაში? ამჟამად არაფერს გავთხოვდი და ჯერჯერობით სახლში ვარ. დაგსვეს სახლში? ვისვენებ. თუ გითხრა რომ შენ დაისვენე ჩემო სიყვარულო და მე ვიშრომებო. კი, იმიტომ რომ აი მე უფრო კაზინოს გამხრივ მუშაობდი, ისიც კაზინოს წევრი იყო და იცის თვითონ გარემოება იქ რა ხდება და ურჩევნია რომ ვიყო სახლში, მან უზრუნო იყო ჩემი ყველაფერი, ვიდრე მე ვიმუშაობდა. რთული სამუშაო, რთული გრაფიკი. კი, იმიტომ რომ 12 საათია, ღამის მენებიც არის, ნუ კვირაში 6 დღე მუშაობ თითქმის და რთულია. ნუ სახლში არ ხარ, ქმართან არ ხარ და მისთვის ეს უფრო რთულია რომ სახლში არ ვიქნები მაგალითად ღამე. ხო და ის სახლში იქნება. ხო, ლოგიკური სირთულეა ძალიან. მეც რთულად ვიქნებოდი რომ სახლში ვიყო და ჩემი პარტნიორი არ იყოს. ხო, ძალიან და თან სისტემატურად. დედმამაზე რას მომიყვებოდი? მამა ჩემი არის აფხაზეთიდან დევნილი. მე რო დავიბადე, სადღაც 13 წლამდე ცხოვრობდით ნაქირავებში. ვერ ვიტყვი რომ სუდი ბავშვობა მქონდა, საკმაოდ კაი ბავშვობა მქონდა, ეს განემოებიდან გამომდინარე, ადრეს სხვანაირი მეგობრობა იცოდნენ, სხვანაირი მეზობლობა იცოდნენ, არ იყო ეს რომ ყველა თავისთვის არის შეყუჟული და მეზობელს არის ცნობ არ იყო და მეგობრებმა ამინაზღაურენ რაღაც შემთხვევაში ისიც რომ მამა ჩემი უკვე 7 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავიდა. ამის შემდეგ გაიგაშორდა მშობლები? კი, აი მამა ჩემის ჩამოსვლამდე სადღაც 1 წლის ადრე უკვე დედა ჩემი ემიგრაციაში იყო წასული, ასევე ფინანსური პრობლემების გამო. ჩვენ დავტოვეს ბებიასთან. სხვათა შორის მადლობელი ვარ ბებიას ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მინახავს ჩემი ტოლა გოგოები იმ ასაკში. აი რა ვთქვა, აი არ იცოდნენ სახში, აი წყალის მიტანაზეც რომ მშობელს იძახდნენ რომ წყალი მომიტანე, მე უკვე პურის გამოცხობა ვიცოდი, ყველანაირი საჭმლის გაკეთება ვიცოდი, დალაგება, ანუ ბევრი რამე მასწავლა იმ წელიწად ნახევარში რაც ბებოსთან ვიყავი და შემდგომში ძალიან გამომადგა როცა მამა ჩამოვიდა, იმიტომ რომ ჩემი ძმის და მამა ჩემის მოვლა უკვე მე მიწევდა ცალკე რო გადმოვედით.
რაღაც პერიოდის მერე, სადღაც 5-6 თვეში რომ ჩამოვიდა მამაჩემი და ცალკე გადავედით, მოგვანიჭეს ბინები, მაშინ ბინებს არიგებდნენ აფხაზიდან დევნილებისთვის. გადავედით იქ და რამოდენიმე ხნის მერე დედაჩემი ჩამოვიდა. იქიდან გამომდინარე დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები იყვნენ და დედაჩემსაც მარტო თავი არ ეგრძნო, მამაჩემთან ავინაზღაურე ის პერიოდი რაც არ ვიყავი და მეთქი ახლა დედაჩემთან ავინაზღაურებ მეთქი და გადავედით მე და დედა ცალკე და ჩემი ძონდის, ხო, ჩემი ძმა და მამაჩემი დარჩნენ ცალკე. მაგრამ შემდეგ სად იხართ ნაქირავი და ნაქირავი? კი, დღემდე ნაქირავებში ვართ. ნუ მამაჩემს კი აქვს სახლი, მაგრამ ჩემი ძმა, მის ცოლი, შვილი და შენ დედასთან ერთად? ხო, მე უფრო დედასთან ერთად ვიყავი და ვრჩები. სტრესი როდესაც გაიგე რომ დედა ონკო პაციენტი იყო? აი ემიგრაციაში წასულ დედას დიაგნოზი რო დაუშვეს. თან ეს კორონა და ჩაკეტოები და მეც სამსახური დაუკარგე, სრულიად შემთხვევით გაიგო თან. მადლობა. თან არ იცოდნენ რომ თურქული იცოდა და ეს პირდაპირ რო უთხრეს მის მეგობარს, პირდაპირ გაიგო. რო ონკო პაციენტი. ხო, ვერ მოუარეს გვერდი. დამირეკა, ნუ რთული პერიოდი იყო, ანუ ჩვენი ოჯახისთვის მთლიანად არ აქვს მნიშვნელობა. ძმა იქნება, დეიდა, მამიდან, დედაჩემი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ძალა. და როგორც მე მომაკლდებოდა მისი თავი, ისე აბსოლუტურად ყველას. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამხელა დიაგნოზი, ამხელა სტრესი, ახლა ჩემზე მეტი სტრესი ჰქონდა მას, რო იცოდა რომ ნაქირავებში ვიყავი ეს უმუშევრობა, ჩაკეტილობა, მაინც მუშაობდა, რომ ჩემთვის საჭმლის ფული გამოეგზავნა, გირის ფული, კი. ურთულეს ფორმატში. აგრძელებდა ბოლომდე, სადამდეც შეძლო. მერცხმადლობა მის მამეგობრებმა გამოიჩინეს ესე მოწყალება და გაუკეთეს გამყინვარება. რაღაც პერიოდი ამ გამყინვარებით გაქაჩა და უკვე შემდგომ დაექვემდებარა რა იმას რომ ამოეჭრათ ეს ყველაფერი და მოეშორებინათ და დღეს ჯანმრთელი. კი, გადავრჩით, ჯანმრთელია. მიუხედავად იმისა, რომ რთული სტადია ჰქონდა, საბოლოო სტადია ჰქონდა. გავიგე ყველაფერი, გავიგე რისი გაგებაც მინდოდა და მე მინდოდა რომ მაყურებელს გაიგო შენ შესახებ ეს რაღაცა მოკლე ანატომია, იმიტომ რომ მე მინდა რომ მაყურებელი დარწმუნდეს, რომ შენ ამხელა საჩუქარს და სიურპრიზს ჩვენგან იმსახურებდი. იმიტომ რომ როდესაც რაღაცნაირად ადამიანი ძალიან ცდილობს შრომით, სწავლით, ყველაფრით რომ თავის თავს უკეთესი ყოფა შეუქმნას და რაღაცა ხელის წაკურა უნდა ხოლმე, მე სულ ამბობ რომ ესეთი ადამიანებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საჩუქრების გაკეთება და მე მინდა რომ მაყურებელს ენახა რატო შეგარჩიეთ ჩვენს გმირად ბევრ გმირს შორის. მე გეპატიჟებით საკუთარ სივრცეში, ტოტალ შარმში. სადაც ერთი წლის მანძილზე ორჯერ გავიკეთე ოპერაცია შარდან ოქტომბერში და წელს. მოდით ბავშვებო, შემოდით სახლში, თავი იქნებით როგორც საკუთარ სახლში. აქ დაცვა იჯდა სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ აღარ ყოფილა. და თუ გაქვს დაცვა. აქ არის საოპერაციები მარცხნივ. თუმცა არამე შეგიშობ ჩემს საყვარელ, ალბათ მე გაგასტერმინე და დაგპირტავე და გაყვანდეს შემდეგ, მაგრამ აქ საოპერაციოა. მაინც ვერ დავიმახსოვრე, სად არის პალატები. ანუ ის პალატა, სადაც მე მაქვს ერთი პალატა ამოჩემებული და სულ იმ პალატა კარგად დაცდი. იქ რო შევდივარ და ოპერაციები ისეთ ფორმაში გამოვდივარ. გამარჯობა. როგორ ხართ? როგორ ხარ? ეს არის მაკო. სინამდვილეში ყველაზე რუხი კარდინალი აქ, ტოტალ შარმში. ესე იგი, კოტესთან რომ ვერ ხვდებით 2030 წლამდე, ეს ყველაფერი მაკოს დამსახურებაა, რომ იცოდეთ. მაკოც ყვეთს, კოტესთან ვინ უნდა მოხდეს, ვინ არა. ჩოწყობაც მოსულა, გააჩნია რას მიწევთ და როგორს. ჩემო სიყვარულო, როგორც მხედავ. მე შემიძლია რა შეები. ყოფთებით აქ მე ყველას როგორ ვიცნობ, რომ ხდებიან უკვე როგორც ოჯახის წევრს. რა შეები ჩემო სიყვარულო? კოტე თავისუფალია? ხო, მაშინ ჯერ როგორც პაციენტი რო შევიდე. მე რაღაც შეკითხვები მაქვს მასთან თან, როგორც პაციენტს და შემდეგ უკვე როგორც ჟურნალისტს. მოდი, მაქსიმე. ჩემო საყვარელო, შენ სხვა გინდა მაქს რამე გაკეთება? არის. სანამ რუხი კარდინალი აქ არის, მოიფიქრე. იქნებ ჩაგწეროს. არა, კაცო იყავი.
არა, ვერ შემოხარა ყოლობა ჩვენი ოპერაციები მაქსიმე. ნო. გამარჯობა. ქრისტინა. ჩემი მომავალი პაციენტი ხო გამარჯობა. დიახ. როგორ ხართ? კონსულტაციაზე ვართ დღეს. კარგი, მოვწადოთ მაშინ შევიდეთ. მოდი გადავიდეთ ვიზუალზე. რატო გინდა ვიზუალის შეცვლა? რატო გინდა ეს ასეთი ოპერაცია? ანუ ის პერიოდი, როცა უკვე გოგოები ბრანჭყელს იწყებენ 16 გარდატეხის ასაკი და იყურების არკეში რა მოგწონს, რა არ მოგწონს, ამოვიჩემე რატომღაც რო აი ცხვირი არ მომწონს, ეს ჩემი არ არის, არ მიხტება, დიდია და აქედან გამომდინარე იყო კომპლექსები, არ მიყვარს ფოტოების გადაღება, ჩემთან რო შეხვიდე, ვერსად ვერ ნახავ ჩემ ფოტოს, იმიტომ რომ და ძლივს დაგითანხმოთ ვიდეო გადაღებაზე, უბრალოდ იძულებული იყავი, იმიტომ რომ ცხვრის ოპერაციის სანაცვლოდ ეს უნდა გაგეკეთებინათ. იმიტომ რომ არ მიყვარს გადაღება, ყველა მიცის რომ არ ვიღებ ფოტოს, ყველა სანათესაო ფოტოში არსად მე არ ვჩანვარ და თვითონ მეც არ მაქვს ისე ფოტოები დადებითი. ანუ ეს კომპლექსმა შეკ. კი, ანუ არ მომწონს ჩემი თავი კადრში. ანუ ამ კომპლექსებს რა გავლენა მოუხდენია შენზე? დაუთრგუნი ხარ? ხო, ან თვითშებასებას რაღაცნაირად გიდაბლებს, აი რაღაცა რომ მიდიხარ და გინდა რომ იყო იმ კაცში ჩანდე და შენ თავში არ ხარ დარწმუნებული რომ იქ ლამაზი იქნები და უბრალოდ არჩევ რომ არ გადაიღო საერთოდ არ გახვიდე, არ გამოჩნდე. ხო, ვიზუალის კომპლექსი ცხოვრების ხარისხსაც ცვლის. რაღაცა სილახეს გიკარგავს არა? არაფერი არ ჯობია იმას, როცა საკუთარ თავში ხარ დარწმუნებული. უკვე აღარ ხარ სხვაზე დამოკიდებული. სხვისით არ ინაზღაურებ შენ თვითშეფასებას. ხა, ზუსტად არ საფრთხე. ჭირდება ის რომ ვინმე გითხრას რომ შენ ლამაზი ხარ, შენ თვითონ იცი რომ ესეთი ხარ. ზუსტად, როცა საკუთარ თავი მოგწონს, აღარავინ შიგ თავსით ბედნიერი ხარ და არ გჭირდება ეს გარემო ფაქტორები. ობიექტივს უნდა ითქვას, რომ ეს იყო კოტეს იდეა, რომ ჩვენ გავუკეთებინა საბანკეტო თვინმესთვის, იმიტომ რომ ზოგადად იდეაში მოყოლებულმა უნდა იცოდეს, რომ კოტე ასეთ რაღაცებს აკეთებს და ესე არაფიარებს ხოლმე ზოგადად. მე რომ უყურებდი შენ გადაცემებს, მეც მომინდა რაღაც კარგი საქმეს კიდევ ერთხელ გაკეთება და ამიტომ და ამიტომ მოკლედ ისედაც ჩუმა თავისთვის აკეთებს ხოლმე ისე რომ არაფერს, მაგრამ მithor რომ ეს თუ გინდა ისე გავაკეთოთ საბანკეტო თვინმეს გავუკეთოთ და მოგწერა გოგომას არა, ხორცი. და მოგწერა გოგომ რომ მისი ოცნება და ბევრი მიზეზი აქვს, რაღაცა დედაუნკო პაციენტი ყავდა, რთული გზა გაიარეს, ცხოვრებას ნოლიდან იწყებს და მგონია რომ ესეთი ადამიანების ახალისება და საჩუქრის გაკეთება და ოცნებების შესრულება უფრო კარგია. ჩვენიერი იდეა არის, მე მომწონს. მოკლედ შეიძლება რა თქმა უნდა, პლასტიკის გაკეთება ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია არის პლასტიკურ ქირურგიაში. უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს ოპერაცია მოგცემს ძალიან კარგ შედეგს, მაგრამ სტრესიც არის, ხო, წინა საოპერაციო სტრესი. არაფერი გატყობს ყველაფერს. მოხვალ აქ რაღაც ამას გაგიკეთებენ, საერთოდ აღარაფერზე აღარ ფიქრობ, წევხარ და უფ. განწყობას აქვს ძალიან კი, თუ კარგი განწყობით მოხვალ, პოზიტიურად, ძლიერად, დობით, ყველაფერი კარგად იქნება. კოტე, შენი აზრით აკანეზე შეიძლება დავეხმაროთ? აი ამის თქვა მინდოდა, მე ბოლოს მეშინია ზედმეტების თქვა, მაგრამ აქ ძალიან მოგვიხდება კიდე აკნეზე მუშაობა. სახეს ჭირდება ცოტათი მოვლა. ეხლა ვეჯობია დერმატოლოგთან წმენდა, მაინც გავიკეთოთ თუ მისი რეკომენდაცია გავიკეთოთ ხო თუ სიტყვის. და მე უკვე ოპერაციის შემდეგ თუ რამე მკურნალობა იქნება საჭირო, ის დავამატოთ. ცხვირი როგორი გინდათ? თქვენს რო არ ეთყობოდეს შენ გაკეთებ კოტე. პატარა, მაგრამ რომ არ კაციშვილი რო ვერ მიხვდეს რომ ოპერაციები. ოპერაცია ღია იქნება თუ დახურული, იმიტომ რომ ვიცი რომ დახურულსაც აკეთებთ. ასეთი ცხვირი დახურული წესით შეიძლება გაკეთდეს ძალიან წარმატებულად და იქნება ბუნებრივი პირველ რიგში, ბუნებრივი სწორი ლამაზი. თან ხანგრძლივობა, აი გიფსის ტენდენს უფრო ნაკლები. გიფსი საერთოდ არ იქნება, თაბაშირი არ იქნება ეს ტამპონები, იქნება სილიკონის სპლინტი ქვია, რომელიცაც შეძლებთ სუნთქვას პირველი ერთი კვირის განმავლობაში თავისუფლად და მერე საერთოდ ამოვიღებთ და ლეიკოები იქნება ცხვირზე, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე მეთოდი, რომელსაც ქვია შენარჩუნებადი რინოპლასტიკა, preservation rhinoplasty, რაც დღეს არის მსოფლიოში ალბათ ნომერ პირველად რინოპლასტიკებში. გასაგები. შეზღუდვებს უნდა კავშირებითაც მაინტერესებს, იმიტომ რომ ქორწილია. სამი თვე არ შეიძლება ვარჯიში, გარუჯვა, საუნა და რაღაც ხელისუფლება პროცედურები და საფოლის დარება. მე უკვე ყველაფერი ფაქტიურად შეიძლება. ივნისისთვის უკვე კარგ ფორმაში მოასწრებთ. შვენიერი, მიხარია. გავაკეთოთ კარგი საქმე. კი, всё, დავიწყეთ ესე იგი. დანარჩენს უკვე მოყვება. კი, მაგისთვის მოვალთ, ცალკე მოვალთ ყველაფერი. მე მიყვები კოტე რომ მომზადება ჭირდება და ანალიზები.
მე შემიძლია რას ამბობ პირიქით. უნდა გავაკეთოთ. პირიქით ლამაზი კოტა. გოგო კიდევ უფრო უნდა უღმესი მადლობა. ესე იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში კოტასთან ჩემ ოპერაციაზე არ მოვედი, მოვიყვანე სხვა. ეს იშვიათი გამონაკლისია, მეგობრებო. კოტა დროებით კოცნი და ძალიან დიდი მადლობა. თოფიკო, მე თქვენთან მოვიყვანე უკარგესი გოგო, რომელსაც აქვს ქორწილი და ჩვენ უნდა აი, უსაყვარლესი გოგო. რინოპლასტიკას ვგეგმავთ და გვინდა ასევე კანის მოვლა და მომზადება იმისთვის, რომ ივნისში გვაქვს ქორწილი. ნუ რინოპლასტიკის შედეგი უკვე მოესწრება, ცოტა შეშფებული, მაგრამ მზად იქნება კანზე რა ვქნათ. უნდა ვნახო. კაი, მიდი ჩემს სხვა. ხედავ და ჩვენ წამოყვებით. ეს არის ერთადერთი განყოფილება, სადაც ჯერ არ ყოფილა. ყველგან ამყოფილა დერმატოლოგის გარდა. მე ვარ, ესე იგი, გოგოს მშობელი. თუ შეიძლება რომ ჩავერთო პროცესებში. ჩემი მოსაზრებებით. ესე იგი, მე მაქვს ესეთი შეხედულება. ეს თვალი სიმუქის გამო აქვს დაღლილობის ელფერის სახეს. ამ დროს ეს ბავშვი სულაც არ არის დაღლილი და ძალიან ბედნიერი. მომცემთ უფლებას. რა თქმა უნდა. ბოტულინ ტოქსისაც გავუკეთებდი ეს წარბი. აი ესე დავუჭირო. ქვევით საერთოდ არ შევეხები, კონდა ჩვეულებრივად იცინოს. უბრალოდ დავფიქსიროთ ეს წარბი. აი ეს. ესეა. რომ გაიცინებს მერე თან ქორწილი ქონი, აი ესე ლამაზად გაშლილი თვალი ქონდეს. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ლაზერით იქნებ დავამშვიდო აი ეს ჰიპერემიანო სიწითლეები, მაგრამ რეალურად რომ ვიმშველოთ, თქვენ ხანგრძლივი თერაპია გჭირდება. ესე იგი, ქორწილამდე როგორც მე მივხვდი, ჩვენ ვაკეთებთ რას? წარბს ვწევთ, ამ თვალში ბიორევიტალიზაციის დაღლილობის სინდრომს ვხსნით. აი ამ სახეს უბრალოდ ვაწყნარებთ, რომ ქორწილი ჩაიაროს, ქორწილის შემდეგ ორივეთგან უტევთ როგორც. კი. კი. ყოჩახ, გავიარეთ. უკვე ერთი გამიჯით. კი, ზუსტად. ისინი არასვი დაკეთებდეს. თუ ხართ აქამდე ოპერაცია? არანაირი ნარკოზი არ გვაქვს გაკეთებული? აი სიყვარულის დროს, როდესაც სიყვარული დაიწყო შენს და შენ ქმარს შორის. ეს კომპლექსი შენი რამე გავლენა სახდენდა? აი, იმდენად რაღაცნაირად ერთმანეთს შევეწყვეთ, არ შემქნია, ისეთი გარემო შემიქნა, ისეთი ანუ არ ქონია ნაკლის შეგრძნება არ მიცნია ჩემ თავში მისიდან გამომდინარე ის. არ ჭირდებოდა რომ ეთქვა რომ ლამაზი ხარ რაღაცა, უბრალოდ მისი მოპყრობით, მისი კონტაქტით, მისი იმით ჩემ გარეგნობაზე უკვე აღარ მქონდა ეს. ხო, ცხვირზე მოდი გარეგნობას თავი დავანავოთ. ესე რაღაც ერთი კონკრეტული რაღაცა იდეალური ულამაზესი გოგო ხარ, უბრალოდ ესე რაღაცა არ მოგწონ შენ თავში რა. თორე ხა იმის მიღმა ულამაზესი ჯერ ისეთი თვალები გაქვს რომ რა მაგ შენ ცხვირს ფარავს თავიდან ბოლომდე. მაგრამ მაგ ცხვირსაც მოვუვლით. ხო, იმიტომ რომ რა მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი. როცა ქალს რაღაც კომპლექსი აქვს, ეს თუ არ კითხე. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი. მამუკა, გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ერთმანეთს შეხვდით სამსახურში, ხო? კაზინოში მუშაობდით, ერთად ორივე. კაზინოში მუშაობდით. მე დიდი ხანი ის მუშაობდი. მუშაობდა და მე მივედი და ეს მოვიდა სამსახურში, ხა როგორც სამსახურში რო ახალი ვიღაცა მოდის, თავისთავად გაინტერესებს ვინა და უნდა გაეცნო ურთიერთობაში და შეხვიდე რა. ეგრეა ბრა? ხო, ნუ შევხედე მომეწონა. მომეწონა. და მაქედან დაიწყო, ანუ ძალიან უცე მოხდა და ძალიან ადვილად შევეწყოთ ერთმანეთს რა. არ რაღაცნა მოვლები და ისინი არ გქონია რა. პირდაპირ. აბარა. გარემოს ვიწყობდა ხელს, იმიტომ რომ ყველა ჩვენია. მის მხარეს ვიყავით, სარფში იყო ეს სამსახური და აი მან პირდაპირ სახელი არ გეთქვა ურთიერთობაზე, ანუ აზრი არ ქონდა, სხვანაირად წაიყვანდნენ, რაღაც სხვანაირი სახელი შეერთმეოდა და
ვარჩიეთ ისეს გადაწყვეტილი ქონდა და ვარჩიეთ რომ პირდაპირ სახელს შეგვერთნია მალევე და არ ქონდა ეს რაღაცა. რას გულისხმობ? ან ჩვენ მხარეს სიციან რა თუ სახელი არა აქვს ურთიერთობას. ან არასერიოზული ურთიერთობა, ან გოგოს სახელს შერაცხავენ, ან იქ არის რაღაცა ესეთი ისინი, რაც არ გვინდოდა რომ მომხდარიყო, იმიტომ რომ არ გქონდა ეგ განზრახები და ანუ თქვენ ამბობთ რომ თქვენი სიახლოვე უკვე სახელის დარქმევას ითხოვდა. კი. რეგიონიდან და ამ ტრადიციებიდან გამომდინარე, უღმესი მადლობა. ყოველთვის ერთად ვიყავით. ხო როცა ამდენ დროს ერთად ატარებ, სახელი უნდა დაარქვა, იმიტომ რომ სხვანაირად აღიქვამენ. გავიგე. მალევე მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრი დროის გატარება გვიწევდა ერთად. სამსახურში თუ არ ვიყავით, მაინც ერთად ვიყავით, სამსახურში ისეც ერთად ვიყავით და ხანდახან ისე იყო რომ ხო ეხლა ორივე ერთმანეთში ხო არ ვიყავით, ხანდახან ემთხვეოდა და სახში რო ვიყავი, მაინც ამას უყურებდი. კამერები მქონდა პლიანი გაზინოს და ამას უყურებდი მაინც. ხო, ეს დაცვის მომენტი სულ იყო. უსაფრთხოება შენ სუგრძნობდი რომ შენი უსაფრთხო ზონი დაცულია. კი. ანუ რა საინტერესო რამე მითხარი, ესე იგი თქვენ ამბობთ რომ ურთიერთობა სათაური უნდა ჰქონდეს თქვენს რეგიონში. სამუშაო დავიწყებ, სრული კონსულტაციით ვიყავი სამსახურისკენ, რომ მეთქი არანაირი ურთიერთობა, მხოლოდ სამსახური. ნუ ისე გამოვიდა, რომ პატარა კაზინო იყო, მაინც რაღაცნაირად ფლირტის მომენტი იყო და ვიცოდი ზუსტად ვინ მინდოდა, რა მინდოდა, როგორი პიროვნება მინდოდა, იმიტომ რომ პატარა არ ვიყავი, 24 ვიყავი მაშინ. და ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ დროს ერთად ვატარებდით, შეუძლებელი იყო, რომ ამოიკითხე რომ ეს ის არის ვინ ხო, შეგვიძლია. ანუ არარეალურ სახეს ვერ დაინახავთ, ვერ იაფირისტებ და ეს მესიჯობით ლაპარაკი შეიძლება ადამიანმა ხო, გიაფირისტოს. მაგრამ 24-ში ძერ ერთად ხეთ, ახლა ძალიან ძნელია რა. და ხო, მიიღეთ გადაწყვეტილება დაქორწინების. კი, სადღაც 5-6 თვე იყო გასული, როცა უკვე გადავწყვიტეთ, რომ 5-6 თვე? კი. 5-6 თვე? მართლა? კი. 5-6 თვეში ქორწინების გადაწყვეტილება მიიღეთ? 5-6 თვეში სამოგზაურო წავიდეთ. აუ, რა მაგარია, გრძნობდი რა კომპლექსები ქონდა რაღაცაების? ნუ კი. მაგრამ მე ხა თავისთავად მისთვის ვიყავი რომ ეგ კომპლექსები არ ეგრძნო. ხო. ვცდილობდი რომ ეგ კომპლექსები არ ეგრძნო და ნუ ისეთ ვასე გამომივიდა. ანუ მასთან ხონდა რომ ერთი ფოტო ხომ უნდა გქონდეს. არც ერთი ფოტო არ გაქვთ ერთად? ქორწილში რო ფოტოსესია გექნებათ, ეს პირველია? კი, ჩვენი კი. თქვენი პირველი ფოტოსესია იქნება. რას ფიქრობთ, რა არის ბედნიერებისთვის საჭირო? აი თქვენ ხო ძალიან ნულიდან იწყებთ ყველაფერს, მე ვიცი რომ თქვენი ხელით გაარემონტეთ ის ნაქირავები ოთახი, თქვენი ხელით გააკარით შპალერი, თქვენი ხელით დაალაგ. ნულიდან, აი ქვაზე დაშენებას იწყებთ რაღაცეების რა. აი როგორ გონიათ აი ამ რაღაცა საწყის გზაზე, როცა მთელი ცხოვრება წინ გაქვთ. როცა ბევრი სირთულე, ბევრი ბედნიერი წუთი გექნებათ, რა არის თავარი წყვილში? სიყვარული და ურთიერთგაგება რა თქმა უნდა. ურთიერთგაგება არ არის რაღაცა ტიპის კონტრაქტი გააქვთ? უთქმელი კონტრაქტი თუნდაც, ანუ რა არის დაშვებული და რა არ არის დაშვებული. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში ჩემ ერთ-ერთმა რესპონდენტმა მითხრა, რომ ქორწინებასო ვიდრე დავიწყებდიო, ჩემს მეუღლესო უთხარიო და შეუთანხმდიო, რომ უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე. პრობლემა არ შეინახო, ანუ ლაპარაკი რაღაცა და აქამდე მოდივართ ესო. ვიღაცას აქვს, მე მაგალითად ურთიერთობებში კონტრაქტის შედგენა ვცადე და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარია. ანუ როგორ გონიათ, აი რაღაცა მთავარი შეთანხმება გააქვთ? არის რაღაცები, რაც თავიდანვე ვილაპარაკეთ, რას არ მიიღებდა მან, რას არ მივიღებდი მე, რა როგორ უნდა ყოფილიყო სამომავლოდ, სად გვინდოდა ცხოვრება, როგორ გვინდოდა, მარტო გვინდოდა სხვებთან ერთად, ანუ ეს გარემონტა. ხო, მაგას გულისხმობ. ყველაფერი საერთოდ გახილული მქონდა უკვე, იცოდა რა მინდოდა მე. და უფრო მომყვა ამ ყველაფერში, ვიდრე მე მივყევი, იმიტომ რომ ალბათ ისიც სიყვარულია, რომ გაუგო ადამიანს და აუსრულო ისრულები. თუმცა მასაც ხო ქონდა თავისი რაღაცის რა უნდა და მას. სრულვა. სრულვა. ძალიან მნიშვნელოვანია, სრულვაზე მნიშვნელოვანი რა არის? ჩემთვის თავარი სიყვარულია ჩემთვის თავარი და რა მნიშვნელობა სად ვიცხოვრებ და როგორ ვიქნებით რა. ხო, თუმცა ცხოვრების აწყობა კი გიწევთ ნულიდან. მიგეთქმა. ეს სირთულეებიც აღქმული გაქვთ. მაშინ შევდგეთ ჩემი პრინცესის გადაკეთებას, რომელსაც გადასაკეთებელი არაფერი არ აქვს. ცოტა ხელს შევავლებთ. ეს გახლავთ თანხმობა პერსონალურ განცხადებზე, სადაც თქვენ პერსონალური კომუნიკაციაზე გავაცნობთ. მოსამართლე დამჭირდება ხელმოწერა. იქნებ თქვენ ფილდივ ასისტენტთან წარმატებებს. მოგდას მადლობა.
კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ჩვენ ცხვირს. ჩვენი მოკლედ თავარი იდეა არის. გავასწოროთ ცხვირი, ცოტათი დავამოკლოთ, ავწიოთ და მთლიანობაში ოდნა უნდა შემცირდეს, რომ სახეში ჩაჯდეს პროპორციულად, ხო? ძალიან კარგი. მაშინ ჩვენ ახლა მივდივართ საოპერაციოში, იქვე გადავიღოთ სურათი და დავიწყებთ ოპერაციას. შემორიჩება, ახლა მივდივართ საუნაში. შევიდეთ? დავატრიალოთ პაციენტი ესე და ესე. ჩვენ ველოდებით დედა, მეუღლე, მეგობარი ველოდებით ქრისტინეს. მე კოტეს ასისტენტი ვარ. ეცკანებია თუ არა მგონია, ხო? ოპერაცია დაიწყება და უეჭვე დაიწყო, ხო? რადგან ეს გამოჩეს დაიწყო. ყველაფერი კარგად, გამრუდებული ზგიდე გასწორდა, ნიჟარები მოვაშორეთ, სუნთქვა უკეთესი ექნება და სწორი ლამაზი ცხვირი გამოვიდა. კარგი, მოკლედ არ ნერვიულობ, კარგად არის. მადლობა უხას. ბედნიერებაში. მან რამდენი წელი გაატარა ემიგრაციაში? თითქმის 15 წელი. და ემიგრაციაში წასვლის მიზეზი რა იყო მაშინ, როგორც ყველა ქალის ოჯახის გადარჩენა? კი ბატონო. კი. ოჯახის გადარჩენა, შვილები, რა თქმა უნდა, დედაჩემთან დავტოვე. მახსოვს ის დღე ძალიან კარგად, ნანუკა პატარები იყვნენ. რამდენი წლის იყვნენ? ქრისტინა იყო სადღაც 6 წლის. ლუკა 8 წლის. და ემიგრაციაში წასვლიდან რამდენ ხანში გაიგერო ონკოპაციენტი? მე მანამდე ავარიაში მოვყევი, ძალიან დიდ ავარიაში მოვხდი. ამ ავარიამ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. მაინც ახერხებდი მუშაობას ავარიის მიუხედავად? ნუ რაღაც წელიწადი და 6 თვე საავადმყოფოში გავატარე, იმიტომ რომ ვერ დავდიოდი საერთოდ. უფლის წყალობით გადავრჩი. შემდეგ გადის პერიოდი ჩამოვდივარ. უკვე როცა გიხარია, რომ უკვე კარგად ხარ, როცა უკვე შვილები ფეხზე დააყენე, უკვე განათლება მიეცი და უცებ ერთ დღეს ხა ცუდად გავხდი, არც ველოდებოდი, თავდამე ხო. გავხდი ცუდად, აქ მივედი ბათუმში, ვერ მივხვდნენ რა მჭირდა და დავრეკე ისევ თურქეთში. ჩავედი იქ, ჩავაბარე ანალიზები და გამოდის ექიმი და პირდაპირ მეოთხე სტადიაო რა. მეოთხეო? ხო, არ იცოდა მე თუ თურქული ვიცოდი. ხო და გამოვიდა და თქვა რომ აი ან 3 თვე, ან 6 თვე. ეს იყო ნანუკა შოკის მომგვრელი, ჩემთვის ყველაზე მეტად მტკივნეული მომენტი იყო, უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა, ალბათ გავიყინე მაგ პერიოდში, იმიტომ ვერაფერზე ვერ ფიქრობდი. ერთადერთი რაც ცხოვრება რო გაგივლის რა, ყოველთვის ფიქრობდი რა უნდა მოხდეს, აი რა მოხდება ისეთი რომ მე შემეშინდეს, იმიტომ რომ ამდენი წელი ემიგრაციაში ენას უმკლავდები, იქ მუშაობას უმკლავდები, ყველაფერს აკეთებ და უცებ ამხელა რამე გატყდება თავზე და ეს იყო მომენტი რაღაც ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ფიქრობდი იმას, რომ აი ქრისტინა, ლუკა სად იქნებიან, როგორ იქნებიან, ერთადერთი უფალს მადლობა რომ ყავს მშობლები, რომლებსაც ვანდობდი ჩემ შვილები თავიდანვე ვენდე დედაჩემს და დავუტოვე და ვიცოდი რომ ბები არაფერს არ დააკლებდა, ბაბუ არაფერს არ დააკლებდა, საუკეთესო ოჯახი ყავს. და ეს ძალიან მაგრამ მაინც დედა ხარ და ის რომ გენატრება ნანუკა ამდენი წელი და იგებ ესეთ რაღაცას მე. ეგ დიაგნოზი რო განაჩენი არ არის, შენ ხარ ძალიან კარგი მაგალითი. მაგრამ ყველა ქალისთვის რომელიც გვიყურებს და ვისაც უთხრეს, რომ აი მეოთხე სტადია გაქვს. აქ თქვი დავმალე ნანუკა. არ გავამშვალმე. ვიპრანჭებოდი მაკიაჟები, იმაზე მეტი ვიპრანჭებოდი, ვიდრე ვიდეო და ან ვიდრე საერთოდ. რომ ჩემს შვილს არ ეკძო რომ მე ვიყავი ძალიან ცუდად. ბოლოს გაიგო ქრისტინა. როცა უკვე თითქმის დამარცხებული ხარ. უბრალოდ დიაგნოზი გაიგო, ანუ საბუთები ნახა. ძალიან ცუდად გახდა.
3 თვე ნანუკა აი სახლიდან არ გამოდიოდა. ყველაზე მეტი ძალა მომცა მაგრამ. არ გძობდი სიკვდილზე. შეხება უკვე მესამე წელია რომ გავმკლავდი, დავამარცხე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, იმიტომ რომ ადამიანები ყველაზე ხშირი დიაგნოზი არის მაგნაწილში სიმსივნე, ყველაზე ხშირ ნაწილში ქალები ფიქრობენ რომ ცხოვრება დამთავრდა, აღარაფერი წინ აღარ არის და ამ დროს უნდა იცოდნენ რომ საუკეთესო მაგალითები არსებობს იმისა, რომ ადამიანები ამარცხებენ თვით ყველაზე მძიმე გასაგონად დასმულ დიაგნოზსაც კი მეოთხე სტადია, ანუ ეგრეთ წუთ არაფერი არ ისმის რა. ქრისტინე იყო ძალიან კარგი მაგალითი ჩვენთვის, რომ ჩვენ როდესაც ადამიანებს ოცნებებს უსრულებთ, სულ გვინდა რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ, მაყურებლებმა საკუთარი თავი დაინახონ ჩვენს არჩეულ გმირებში, იმიტომ რომ აი შეიძლება გონია რომ აი რაღაცა ცნება გაქვს, რომელსაც ვერ აისრულებ, რაღაცა მიუწვდომელია და ზუსტად ესეთებს გვინდა უთხრათ, რომ ყველაფერი შეიძლება აგიხდეთ ცხოვრებაში. შემდეგ მამუკა როდესაც გაიცნო, მე არ ვიცოდი. ხო და მახსოვს დამირეკა. და რა? თურქეთში ვიყავი. და მეუბნება დედა იცი მე შემიყვარდა არ ველოდებოდი ნამდვილად მაშინ უფრო დიდი ენერგია მომეცა იმის რომ წარმოვიდგინე ანუ გამდენი წლის შემდეგ რო ზრდი და დღეს მის ბედნიერებას with so much love that anywhere I go, I'm never lonely with her alone. Who could be? I reach for her hand. It's always there. ნანუკა ეს არის ამას მეძახით სადის აჭარაში ეს არის გოგო როდესაც ცხოვრდება დედა აკეთებს სადის ტკბილეულობას და ქორწილის დღეს დღევანდელ დღეს გამოგვაქვს თეფშებზე და ხალხი მიიწევენ ტკბილს ამას ქვია ასეთ ტკბილად დაგვიბერდით ნეფე პატანძალო აი მაგარი ტრადიცია ნახეთ ეს არის ტორტი ეს არის ტორტი ულამაზესი მოდი და ეს ამ ქალბატონის დამსახურება რომელმაც მართლა აი დედამთილი და რძალი ესეთი ხო უნდა ნანუკა გემრიელი ეს ბაქოების თქვენი გაკეთებულია ეს ტორტიც ყველაფერი 25 წელი კი მერც მადლობა ყველა კმაყოფილი მყავს აბსოლუტურად რაც თავი მახსოვს უკმაყოფილი არასდროს არავინ არ მყოლია ღმერთო დარწმუნებული ვარ ისე გემრიელად გამოიყურება ეს ულამაზესი ტორტია გაიხარეთ ძალიან მომწონს გაბაფლავაც რომ შევჭამ მე გეტყვი
აქედან რამდენიმე მითხარით, რომ ძალიან გაგიკვირდათ ჩვენი აქ დანახვა. ქრისტინე, მარინა არის ჩვენი ოჯახი. და ჩვენ აქ ვართ როგორც ოჯახის წევრები, რომლებმაც ძალიან შევეცადეთ, რომ გაგვეხარებინა და ქრისტინესთვის გაგვეკეთებინა ისე ყველაფერი, რომ მას დაეჯერებინა, რომ შეიძლება ყველა ოცნება აგიხსნეს ადამიანს. შეიძლება სახლში იჯდე, რაღაცებზე ოცნებობდე და ვერც კი წარმოიდგინო, რომ ეს ოცნება რეალური გახდეს. ჩვენ რამდენიმე ოცნება ქრისტინეს უკვე შევუსრულეთ. და მე ვიფიქრე, რომ კიდე რა შეიძლება და ქორწილში გამეკეთებინა ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი, რადგან ჩვენი წინა ქორწილიდან მქონდა ესეთი გამოცდილება, ვიფიქრეთ, რომ აუცილებლად უნდა ეს ჩვენი ტრადიცია, როდესაც ჩვენ ქორწილებში დავდივართ, ჩვენი საყვარელი მომღერალი მიყვავს. და ბევრი არ გვიფიქრია, საერთოდ არ გვიფიქრია, ვინ უნდა მოგვეყვანა აჭარაში, ქორწილში. რა თქმა უნდა, ვიცოდით, ვინც უნდა მოგვეყვანა. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს, ძალიან დიდყვარდისა. სალი ბეწრი და მიგი მომ. ეხლა ეს სცენაზე, მაგრამ ასევე ქრისტინემ უნდა იცოდეს, რომ მე რამდენიმე ჩემი საყვარელი სასტუმრო მაქვს აჭარაში. და აქედან ერთ-ერთი შევარჩიე, რამდენიმე არა, სულ 3-4, ბევრი არ არის ასეთი. მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეულია, 5 ვარსკვლავიანია. საოცარი სანაპირო ზოლი აქვს. ჩვენ გადაცემასთან აქვს დიდი კავშირი. ეს არის კასტელო მარე. კასტელო მარეში სწავლა ბუნებრივია წყვილი. რა თქმა უნდა, სრული პაკეტი შედის ამ საჩუქარში. დანარჩენი საჩუქრების შესახებ ნახავთ გადაცემაში 10-ში. 10 ივლისს უყურეთ. ეხლა ჩემს საყვარელ სალის უთმობ. Baby's melody urguli semer suri Mrs. Leptan Pikrevitra maha korusevs le maha Este čuna da vijuna patio Čelik našoj reševa mojna Rati Što sada, što si plinjano Što se prida mi ja sledi Sersterana hobe sheni planetები და ოკეანეები, წები, სხვები თუ არ გაგემეტები რომ გამიღოს მრავალწერტილების ნაცვლად გემთვი დღეს მომეფერე იქნებ ხომ აღარ ვიხო Feels like I'm walking on poles and the devil's knocking at my door დავიწყო მაქს. პირველი ივლისიდან კიდევ გეძლევათ შანსი, რომ მოყვეთ ძალიან დიდ გათამაშებაში და ამ გათამაშების მთავარი ხიბლი არის ის, რომ იგებს ორივე. ანუ იგებს ჩამსხმელი და იგებს ის, ვინც ისხამს. შანსს აძლევთ, რომ იმ ადამიანმაც მოიგოთ, რომელიც ჩაგიცხავს აწვავთ, მაგრამ რა უნდა მოიგოთ? თამაშდება 6 ასეთი ავტომობილი, ანუ 3 ჩამსხმელისთვის, 3 იმ ადამიანისთვის, ვინც ჩაისხავს. ასევე თამაშდება 36 iPhone 15 Pro, რაც ორად იყოფა ასევე 1000 ლარის საწვავს იგებს 10 ჩამსხმელი, 10 მომხმარებელი. 200 ლარის საწვავი 50 ცალი მომხმარებლისთვის, 50 ცალი ჩამსხმელისთვის. 100 ლარის საწვავი 115 მომხმარებლისთვის, 115 ჩამსხმელისთვის. 500 ლარიანი ვინტოს ვაუჩერი და ვინტო იცით ყველაფერს საბურავების მომსახურება მიგიღიათ. 500 ლარიანი ვინტოს ვაუჩერი არის 10 ცალს იგებს მომხმარებელი და 10 ცალს იგებს ოპერატორი. ესე იგი, რა უნდა ვიცოდეთ? 1 ივლისიდან ეს გათამაშება არის 1 სექტემბრამდე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ გრანდიოზულ და ძალიან ბევრ პრიზს იგებს როგორც ჩამსხმელი, ისე ის ადამიანი, ვინც ჩაისხავს.
Bye bye.